კურო არის მშვიდი წყნარი, ოღონდ გარკვეულ პერიოდამდე. თუ მას საფრთხე არ ემუქრება, ან შეურაცხყოფას არ აღენებენ. იქამდე ძალიან ბევრს მოითმენს, ბევრი რამ შეედმი დასტურებს აგერბათენო, გაიზარდე, ჩემო კარგო და რაღაც ზურამდე. მერე თუ იმ ზღვარს ვიღაცამ გადალახა ის ზღვარი, ხო? მერე უკვე მტრისას კუროს დაბმა შეუძლებელია და რას გააკეთებს? ზოგჯერ თვითონ არ იცის. ემსგავსება კუროს ფაიფურის მაღაზიაში, სადაც ყველაფერს დალეწავს. მერე ძალიან ინანებს, მაგრამ იმ მომენტში ჭკუაზე არ არის. აი მე მქონდა ესეთი შემთხვევები, რასაკვირველია ცხოვრებაში. მოდი ასე ვთქვათ, რომ ახლა წარმოედგინეთ, მე მომწონდა ერთ-ერთი გოგონა სკოლაში, ხო? მე ბრანჭებოდი ახლა მას და რაღაცა ხან ზოგჯერ საჩუქრები, ხან ყვავილებს მივართვევდი და ვარ მეხუთე კლასში. მოკლედ ვართ ერთ ამბავში და ვსეირნობთ, ახლა ორსართულიანი სკოლა იყო და ქვედა სართულზე ვსეირნობთ, ეგ რაღაცას ვსაუბრობთ, აკეთური, იკეთური და ზევიდან მე-9 კლასელმა ბიჭმა დამაფურთხა. ხო? ხო, ახლა რო ავიხედე ესე და რას აკეთებ, თქო შემაგინა. აი, ეს არის ზღვარი, გესმით? ეს არის ზღვარი, სადაც უკვე მე გავხდი დასაბმელი. წითელი ნაჭერია უფრიალეს. კი, ახლა რაღაცა რო ისე ეთქვა, რაღაცა მოაგვარებდი, ამაში ყურო ეთის თვილობს რომ თხილად და მშვიდად არ უნდა ყვარს კონფრონტაცია, მაგრამ ის ზღვარს თუ გადავიდა, აი მერე უკვე რაღაცა იკეტება ყუროს ტვინში, რო ავარდი მეორე სართულზე, როგორ ავარდი ხო არ მახსოვს. ასე იგი ეს მე-9 კლასელი და მე დაახლოებით ერთ სიმაღლის ვიღავით, იმიტომ რომ ცოტა დაბალი იყო და მე კიდე ვარდიშობდი, ცურვაზე დავდიოდი, საკმაოდ მაღალი ვიყავი კლასში. და ამიტომ დაახლოებით თანაბარი ქონდა ზომა წონა, მე თან ნავარჯიშები ვიყავი, რომ დავაგდე. კაც ვახჩობდი თურმე და არ მახსოვდა ეს ამბავი, იქ რომ პედაგოგიური ჯგუფი და მასწავლებლები არ ჩარეულიყვნენ, ამას თურმე ვახჩობ, იხჩობოდა უკვე. ესვით ანუ გადამეკეტა საერთოდ და მაგრამ მე სახელი გავითქვი მე-5 კლასელმა ცემმა მე-9 კლასელი ხო საქართველოს მარტო სკოლაში კი სხვა სკოლებშიც იცოდნენ უკვე ეს ამბავი და მე ქუჩაში მივდიოდი თითით აჩვენებდნენ აი ეს არისო ისო ესვით და ისე დავამთავრე მე სკოლა არავინ არ გამყარებია იმდენად ეფექტი მოახდინა ხო მაგრამ ნუ ეს რისგან მოხდა იცით ხო ამიტომ აი მაგათად კუროს ეს ახასიათებს მაგრამ თქვენ თუ შვილი ყავთ ვერძი აქ სხვა პრობლემა გაქვთ თქვენ როგორმე მასში ჩადოთ მშვიდობიანობა ვერძი აგრესიული ახასიათით აი არაფრის გამო შეიძლება წამოღარტყას ვიღაცას რატო იმიტომ რომ ბევრი ენერგია აქვს თუ ენერგია არ დახარჯა სათანადოდ ეს ენერგია ხშირად გადასდის აგრესიაში. ვიღაცას ფეხი უნდა და ხო გინახეთ ბავშვები. ფეხი უნდა დაავდოს, ვიღაც უნდა წამოარტყას, ვიღაცას უნდა უჩქმიტოს, იმიტომ რომ აღარ ის ეს ენერგია საწაიღოს და იწვევს ხშირად ასეთ აგრესიულ საპასუხო რეაქციებზე, ხო? და მე რა ამბობენ რომ ეს რა ბავშვია, კაცო, სულ ამის ირგვლივ აყალმაყალია. და მთელი ამბები. ხა ნახეთ, ასე ამაში უნდა ჩადოთ მამებმა მეტი მშვიდობიანობის ვარიანტი, იმიტომ რომ აგრესია მოჭარბებული აქვს პირიქით. თხის რქას მაგალითად ბავშვს ძალიან ძნელად გამოიყვანს წონასწორობიდან. აი სულ ბოლო წამამდე არის მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, დიპლომატიურად ცდილობს მოაგვაროს საკითხები. აი ყველას კარგი ბავშვი ამ კუთხით სასწორი. რატო? ყოველთვის ცდილობს მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისებით გამოვიდეს სიტუაციიდან. კერჩხები როგორი ეცი კუროს გავს. ემოციური ამ გზნობი არია თუ მის ემოციებს შეხვნენ იქამდე მოითმენს გაპატიებს პრობლემა რა აქვს მაგრამ იქ თუ რაღაცა შეხვ ან მის ოჯახს ან რაღაცა მის ემოციურ შიდატკივ მე მტრისოს